გამარჯობა, თქვენ უყურებთ მარიკასთან, გადაცემას, რომელიც გვიამბობს წარმატებული ქალების შესახებ, რომლებმაც საკუთარი თავდაუზოგავი შრომითა და შემართებით დაამტკიცეს, რომ შეუძლებელი არაფერია. ვიდრე გადაცემის სტუმარს წარვადგენ, ვიტყვით, რომ გადაცემა მარიკასთან მხარდამჭერია Cafe Feeling Coffee. ეს არის ადგილი, რომელიც აერთიანებს მყუდრო ატმოსფეროს დახვეწილ დიზაინს, უგემრიელეს ყავას და დესერტებს. სწორედ აქ ამ განსაკუთრებულ სივრცეში მიმდინარეობს ახლა ჩემი გადაცემის ჩაწერა და მადლობა მხარდაჭერისთვის. ასევე გადაცემა მარიკასთან მხარდამჭერია ესთეტიკისა და სილამაზის ცენტრი Green Room-ით. იქ სურს, რომ თქვენს თავს უფრო მეტი ბრწყინვალება და თავდაჯერებულობა შემატოთ, აუცილებლად უნდა ეწიოთ მისის შვილის ნომერში ესთეტიკისა და სილამაზის ცენტრს Green Rooms და პროფესიონალთა გუნდი თქვენ გაგიწევთ მაღალ კვალიფიციურ სავალურ მომსახურებას. ახლა კიდევ გადავიდეთ მთავარზე და წარმოგიდგინოთ ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, წარმატებული ქალბატონი ესთეტიკისა და სილამაზის სფეროში, სწორედ Green Room-ის დამფუძნებელი ნინა გაჩიჩილაძე იქნება დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი. მოგესალმები ნინა, მიხარია რომ ჩემი გადაცემის სტუმარი ხარ. ძალიან მიხარია რომ მომიწვიეთ. მადლობა თქვენ ამისთვის. მოდი დავიწყოთ თავიდან და გვიანბე როგორ გადაწყვეტეთ რომ გადაგედგათ ეს გაბედული ნაბიჯი, რომ საკუთარი სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრი Green Room-ი დაგეარსებინათ სწორედ რუსთავში. ბატონო. სილამაზისა და ესთეტიკის სფერო ბავშვობიდან ჩემი ინტერესის სფერო იყო. ზოგადად მომწონდა იმსახურება, რომ პატარა დეტალსაც გარეგნობაში შეტანენ, პატარა დეტალსაც რამხელა თავდაჯერებულობა შეიძლება შეემატებინა ჩვენთვის. გარდა ამისა, მსგავსი მომსახურება ჩვენს ქალაქში მაღალ კვალიფიციური მომსახურება, ამას ვიტყვი, ჩვენს ქალაქში ნაკლებად იყო და ყოველთვის მინდოდა ისეთი გამაკეთებინა, სადაც ქალები და არა მხოლოდ ქალები, მამაკაცებიც თავიანთ გარეგნობაზე ისრუნებდნენ. და რა იყო ის ნაპერწკალი, აი რამაც გადაგადგმევინათ ეს ნაბიჯი, რა მიგაღებინათ ეს გადაწყვეტილება? ზოგადად ეს ნაპერწკალი ასე წამიერად არ მოსულა, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, თავქეკმავდი ამ ყველაფერს, რომ შემექმნა სივრცე, სადაც ქალებსა და მამაკაცებს შეეძლოთ თავი ეკრძნოთ განსაკუთრებულად. თავიცოდი, რომ თუ ვერ დავრისკავდი, ამ შედეგს ვერ მივიღებდი, რაც ახლა გვაქვს. ყველაზე დიდი გამოწვევა რა იყო იდეის რეალობად ქცევაში? ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ იყო ფინანსური და ორგანიზაციული მხარეები. ასევე რთული იყო კადრების მოძიება, მოგეხსენებათ ამ სფეროში ჭირს კადრების მოძიება, კვალიფიციური კადრების მოძიება. თუმცა მე ვეძებდი არა მხოლოდ კვალიფიციურ კადრებს, არამედ მინდოდა რომ ეს ჩემი გუნდი ყოფილიყო ერთი დიდი ოჯახი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ჩემთვის და მივახციებდი რაღაც ამას მართლაც მიამაყება ამის თქმა, რომ ჩვენი გუნდი არის ერთი დიდი ოჯახი. ძალიან მაგარია. ნინა, ახლა მინდა გითხრა, რა თვისებები დაგეხმარა, რომ ეს გზა გაგევლო წარმატებით? პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ვფიქრობ, ეს არის შრომის მოყვარეობა, ძალიან შრომის მოყვარე ვარ, მიზანდასახულობა და ზოგადად ვფიქრობ, რომ რაღაც თავის ახალთვის ყოველთვის ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. როცა გადავწყვეტე, რომ სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრი გამეხსნა თავის სახე მიზნად, მივიყვანე ბოლომდე კიდევაც ჩემი დაწყებული საქმე. რით გამოირჩევა Green Room-ი სხვა ცენტრებისგან, რა ხდის Green Room-ის განსაკუთრებულს? ჩვენი მთავარი ღირებულება არის ხარისხი და გულოწყრული დამოკიდებულება ჩვენი მომხმარებლების მიმართ. Green Room-ში არ მხოლოდ ვცდილობთ გარეგნული სილამაზის შექმნას, ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან მოსული მომხმარებელი შინაგანი ჰარმონიით გავიდეს ჩვენიდან. ახლა გითხარი, როგორ ახერხებ ბიზნესსა და პირად ცხოვრებაში ბალანსის დაცვას? თავდაპირველად ძალიან რთული იყო პირადი ცხოვრების ბიზნესის გამიჩნდა, იმიტომ რომ საქმეს სჭირდებოდა უამრავი დრო, მართლაც აი 4 საათი ზოგჯერ ჩართული ვიყავი ამ საქმეში. შესაბამისად ძალიან გამიჭირდა, რომ პრიორიტეტები გამენაცვლებინა სწორად, თუმცა ეხლა უკვე ყველაფერი დავაკრა და თანაბარ ხელს ვიხობ ოჯახსაც და ბიზნესაც. რაც ნიშნავს თქვენთვის ნამდვილი ბედნიერება. ბედნიერება პირველ რიგში არის ჩემი ოჯახი და შემდეგ ის საქმე, რასაც ვაკეთებ. როგორ ზომავთ წარმატებას? ეს მხოლოდ ბიზნესის წარმატება თუ სხვა რა? ჩემთვის წარმატება მხოლოდ ფინანსური მხარე არ არის, წარმატება არის ჩემთვის, როცა ჩვენთან მოსული მომხმარებელი მიღებიდან გადის კმაყოფილი და ბედნიერი სახით, ასევე ჩემთვის წარმატება არის ისიც, რომ როდესაც ჩემი გუნდი ჩემთან ერთად ყოველდღურად ვრდება და ვითარდება. რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩემი სამომავლო გეგმები მაქვს ძალიან ბევრი. პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ ჩვენი სალონი ქალაქის არც საუკეთესო სალონს შორის მოხვდა. მერია მოგვანიჭა ჩვენ სიგელი, სადაც ერთ-ერთი პირველები ვართ ქალაქში და ჩემი გეგმა არის, რომ ეს გეგმიდან არ გადავუხვიო და ერთ-ერთი საუკეთესო სალონი დავჭერ ქალაქში. და ბოლოს მინდა გკითხო, რჩევა, რომელსაც მისცემდით ქალებს, რომელსაც სურთ, რომ იყვნენ უფრო მეტად თავდაჯერებული და მიაღწიონ წარმატებას ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა ჩემი მხრიდან იქნებოდა ის, რომ არასდროს არ შეეშინდეთ შეცდომების დაშვების. ყოველი წარუმატებელი ნაბიჯი აქციონ ახალ გამოცდილებად და ასევე არასდროს არ შეწყვიტონ საკუთარი თავის განვითარება. ყოველთვის უნდა ვისწავლოთ და განვითარდეთ. და ყოველთვის უნდა ვიარეთ წინ, არ გავჩერდეთ და არ დავნებდეთ არასდროს არავითარ შემთხვევაში. ინა, მადლობა კიდევ ერთხელ, რომ მიიღე მონაწილეობა ჩემს გადაცემაში და იმ რჩევებისთვის, რომელიც გააჩნია ჩვენი საზოგადოებისათვის, იმ ქალებისთვის, რომლებიც ელოდებიან ჩემს გადაცემას. და ახლა მე მინდა გადმოგცე უფასო სასაჩუქრე ვაუჩერი, რომელიც დააწესა სწორედ ჩემი გადაცემის სტუმრებისთვის Cafe Feeling Coffee, სადაც მიმდინარეობს სწორედ ჩემი გადაცემის ჩაწერა და მეგობართან, საყვარელ ადამიანთან ერთად, უბრალოდ შვილთან ერთად შეგიძლია მოგხსნადე ნებისმიერ დროს და დატკბე ამ შესანიშნავ გარემოში ყოფნით. მადლობა მხარდაჭერისათვის კიდევ ერთხელ Cafe Feeling Coffee, სადაც როგორც აღნიშნე ჩაიწერა ჩემი დღევანდელი გადაცემა. Cafe Feeling Coffee მდებარეობს მეგობრობის ნომერში. ეს არის ადგილი, რომელიც აერთიანებს ნახვაწილ დიზაინს, მყუდრო გარემოს, უგემრიელეს ყავას და დესერტებს და შეგიძლიათ ეწვიოთ ნებისმიერ დროს. და ასევე მადლობა ესთეტიკისა და სილამაზის ცენტრ Green Rooms, რომელიც ასევე ჩემი გადაცემის სტუმრებისთვის აწესებს უფასო სასაჩუქრე ვაუჩერს და მესხიშვილის 9 ნომერში შეგიძლიათ მიბრძანდეთ. სწორედ აქ მდებარეობს ესთეტიკისა და სილამაზის ცენტრი Green Room-ი და თუ კი გსურთ, რომ თქვენს თავს უფრო მეტი ბრწყინვალება, თავდაჯერებულობა შემატოთ, ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც ესთეტიკისა და სილამაზის ცენტრი Green Room-ის პროფესიონალთა გუნდი თქვენ გაგიწევთ მაღალ კვალიფიციურ სალონურ მომსახურებას. მაშინ ახლა კი დროა დაგემშვიდობოთ. მადლობა რომ გვიყურეთ. შევხვდებით მორიგ გადაცემაში. ნახვამდის.